კოოპერატივში ვართ 258 წევრი. ეს არის 258 კომლი. შრომის ურნარი არის და როგორც ფიზიკური ვიღა იქნება 800 კაცამდე. ჩვენი სოფლის მოსახლეობას კოოპერატივში გაერთიანება მისცა ის, რომ ერთობლივად შეკრებილი არის აი ამ კოოპერატივის ირგვლივ ეს ხალხი და ერთობლივად წყვეტს ყველა საკითხს. ანუ ეს ხეხილია თუ ციტრუსის თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის მიღება, რეალიზაცია ჩაბარება. სოფლის მეურნეობამ დახედა, რომ მრავალი 258 ოჯახი არის გაერთიანებაში. აწიან თავის დროზე მოგცენ თხილის არჩევი აპარატი, რომელიც საათში 500 კილოგრამ თხილს არჩევს. ეს სოფლის მეურნეობის პროგრამით იყო. ეს მოგცე. მეორე ახლა სოფლის მეურნეობის პროგრამით. აი დანადგარი, აგერ ჩვენ რომ ნახეთ და გადავართ. აგიც სოფლის მეურნეობის პროგრამით გადმოგცეს. უსასხიდო. შემდეგ ახლა USAID-ის პროგრამით დღესვე უნდა ამოვიტანო და დავამონტაჟოთ, ხოლ დამონტაჟდება დამხარისხებელი ლენტი ციტრუსის, რომელიც საათში ამუშავებს 7 ტონას. ესეც უფასოდ არის. აი შედეგი არის ის, რომ ერთი მეორეზე რო ავკინძოთ, ეს 3 დანადგარი არა, სადღაც ეს 40,000 ლარი არის და ეს პატარა თანხა და პატარა საჩუქარი საწყის ეტაპზე კოოპერატივისთვის პატარა არ არის. გრანტები და დანადგარები რაც მიიღეს, ეს არის ერთ-ერთი პირველი დახმარება ამ კოოპერატივებისათვის, არა მარტო ჩვენი ლეღვას კოოპერატივებისათვის, არამედ მთლიან საქართველოს მასშტაბით ვიტყოდი, რომ აუცილებელია დახმარება და ამ კოოპერატივების განვითარება იმ ეტაპზე, რომ სრულყოფილად დაიწყონ მუშაობა და მიიღონ მოგება და ფერმერების კმაყოფილი დარჩება, წევრების კმაყოფილი დარჩება და ყველა კმაყოფილი დარჩება. პირველი კოოპერატივი ჩამოაყალიბეთ 13 წლის 7 ივნის, მეორე აგვისტოს თვე იყო. 209 ოჯახია გაერთიანებული კოოპერატივში. მცირე მიწიანი არის პრაქტიკულად ერთ ოჯახს 2500, 3500 მეტრომდე მიწა. სხვა ჩვენთან რამე დარგა და მოიყვანო არ არის. გინდა არ გინდა უნდა იყოს ციტრუსი. ციტრუსი, იმიტომ მოსავლიანობით მეტია და შემოსავალს ეძებს ხალხი, რომ შემოსავალი ქონდნენ აქედან. არა საჭირო სუბსიდირება, 65 კაპიკს რომ მიცემ გლეხს და 20 კაპიკს მიცემ როგორც ასეთი ენეს მანდარინს. იმას რომ მიცემ გლეხს, სუბსიდირება აღარ ჭირდება. რაზე ჭირდება სუბსიდირება? ჩემოდის კლიენტი, აი რუსეთიდან იქნება, ყაზახეთიდან იქნება, თუ სადმედან არიან კლიენტები, ბელარუსიდან არიან, უკრაინიდან არიან. ლარს გვიხსნიან კილოში. სტანდარტულ მანდარინს. 65 გლეხს მივეც. დარჩა აი იქა 34-ით. ხარჯი აქ იქა ყუთებია, პავილიონი, იგი აგი, მაგრამ 15 და 20 თეთრი მაინც რჩება კილოგრამში. ეს თანხები, რაც მოგების თანხა იქნება, მაგალითად ციტრუსის კოოპერატივის მოგების თანხა, ეს გაფართოება უნდა მოხდეს. სოფლის პროგრამა უნდა გაფართოვდეს. არ უნდა დარჩეს არც მიწა, არც დასახნავი, არც დასათესი, არ უნდა დარჩეთ ცოტა ერთი კუნჭული მიწა არ უნდა დატოვო. ამას არ დატიეს ფერმერი. მე მაგ იმედი ხელისუფლების. დღესდღეობით ხელისუფლება ცდილობს როგორმე ეს კოოპერატივი ისევ წამოწიეს თემა და ისევ უნდა დაუბრუნდეს ამას. გლეხის გადარჩენის არის კოოპერაცია. სხვა არაფერი არა, ალტერნატივა არ უდგანა წინ არაფერი. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ და ყველა ფერმერი გლეხი ხდება იმას, რომ ეს არის ნამდვილად მათი გადასარჩენი.